მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩემი სტუმარი არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალბატონი ქეთევან გადაბაძე, ონკოჰემატოლოგი, ტრანსფუსიოლოგი. მოგესალმებით ქეთევან. ქეთევანმა დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გვესაუბროს, ეს არის კინადეფიციტური ანემია. თემა ძალიან აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისთვისაც, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის და ამიტომაც სწორედ ჩვენი საუბრის თემად ავარჩიეთ აი ეს ძალიან საინტერესო თემა. ძალიან ბევრი კითხვები მოვიძიეს სხვათა შორის ინტერნეტში, რომლებიც აი ამ თემის გარშემო პაციენტებს აწუხებთ. უამრავი მათ შორის შეიძლება ექიმებისთვის ცოტა სახალისოც კი იყოს ზოგიერთი მათგანი, მაგრამ რეალურად რადგან ეს კითხვა ასეთი სახით ისმება, ესე იგი იმსახურებს იმას, რომ ჩვენ განვიხილოთ და დღეს მე მგონი მოგვიწევს რამდენიმე მითის, ასე ვთქვათ, დარღვევაც ჩვენი საზოგადოების წინაშე. შეგახსენებთ, რომ ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპი მდებარეობს ქალაქ თბილისში, თორნიკე ერისთავის ჩიხი ნომერი 1, ეს არის დიდუბის მეტროს ზევით ტერიტორია, მეორე შესახვევია, მეორე სართულზე. კლინიკაში მოსახვედრად ექიმებთან აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია დარეკეთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე. და მაშასე მივესალმებით ჩვენ სტუმარს კიდევ ერთხელ ქალბატონი ქეთევან გადაბაძე. ქეთი, თუ შეიძლება აი ასე მოგმართავთ ქეთით, იმიტომ რომ ჩემი ახალგაზრდა კოლეგა ხარ და თან მე მგონი ძალიან დიდი მეგობრობა გვექნება წინ. ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ქალბატონი ქეთი არის ჩვენი დიდი გულშემატკივარის, არაჩვეულებრივი ექიმის და ადამიანის ქალბატონი ქეთი არის მისი ღირსეული, ასე ვთქვათ, სამედიცინო დინასტიის გამგრძელებელი. ქეთის მამა არის ბატონი მიხეილ გადაბაძე, ექიმი ჰემატოლოგი. მივესალმებით ბატონ მიხეილს აქედან და ვისურვებ იმას, რომ ქეთი შენ ისეთივე დიდი სიყვარული და ისეთივე კარგი კოლაბორაცია გქონდეს ჩვენ კლინიკასთან, როგორც მამას ჰქონდა. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს დიდ და ასე ვთქვათ ძალიან კარგ სამედიცინო ოჯახს. და პირველი კითხვა მინდა დაგისვა, ქეთი, რა არის კინოდეფიციტური ანემია და მოდი სანამ აი ამ თემაზე ვილაპარაკებთ, ზოგადად კითხვა იყო ისეთი ძალიან საინტერესო ინტერნეტში, ხალხს უჭირს განსხვავება ზოგადად ანემიების ერთმანეთისგან და დავიწყოთ მოდი ჯერ ანემია რა არის ზოგადად და მერე უკვე ჩავღრმავდეთ კინოდეფიციტურ ანემიას. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევით ესეთი თბილი წარდგენისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ ზოგადად ანემია არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ძირითადად ჰემატოლოგთა მიმართვიანობის მაღალი პროცენტი სწორედ ამ ნოზოლოგიას უკავშირდება. სამწუხაროდ მსოფლიოც და მათ შორის საქართველოს ვერ შეთანხმდა ანემიის კლასიფიკაციაც და რამდენიმე ტიპის არსებობს და რამდენიმე ჯგუფად და რამდენიმე მიმართულებით არის მისი ასე ვთქვათ კლასიფიკაცია. ყველაზე ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის რომ ერთი თვითონ რა არის ანემია, ხო? ხალხში მუდმივად არის მოკლედ გავრცელებული ეს ტერმინი, რომელიც გულისხმობს ასე ვთქვათ უხეშად რო ვთქვათ და მაყურებლისთვის იყოს გასაგები, ეს არის სისხლის ნაკლებობას, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 9/10 აწუხებს თითქმის. მით უმეტეს ქალბატონებს ძირითადში მოწყვლადი ჯგუფი არის ქალბატონები, შემდგომ უკვე მერე მოდიან ორსულები და მეძუძური ქალები. ძირითადი პრობლემა მათში არის ეს. ზოგადად ჩვენ გავრცელებული ანემიების მიხედვით შეიძლება დაიყოს გარკვეულად სისხლის ანალიზის მიხედვით, მაგალითად კონკრეტული მაჩვენებლის მიხედვით, რასაც სისხლის საერთო ანალიზში ფერადობა ჰქვია. ასევე შეიძლება დაიყოს ერითროციტების თვითონ სისხლის წითელი უჯრედების მორფოლოგიის ტიპით. როგორია ის შენებით, არის ჰიპოქრომული, არის ჰიპერქრომული თუ უბრალოდ ნორმოქრომული. ამის მიხედვითაც შეიძლება რა თქმა უნდა დაიყოს. ძირითად შემთხვევაში ალბათ მაყურებლისთვის ყველაზე მეტად საინტერესო იქნება როგორც რკინადეფიციტური ანემია, ასევე B12 ვიტამინური დეფიციტი და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით მიმდინარე ანემიები. ზოგადად ამ ორი ანემიის კლასიფიკაცია ყველაზე მეტად გავრცელებით რა თქმა უნდა რკინადეფიციტი გამოირჩევა როგორც შორის როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კონკრეტულ მაჩვენებლებში როდესაც პაციენტი მოიტანს სისხლის საერთო ანალიზს, უნდა მივაქციოთ რამდენიმე მაჩვენებელს ყურადღება. ეს არის რა თქმა უნდა ჰემოგლობინის და ერითროციტის რაოდენობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაბალია. როდესაც ჩვენ ეჭვი გვაქვს რკინადეფიციტურ ანემიაზე, ამ შემთხვევაში ფერადობა, რომელიც სისხლის საერთო ანალიზში აბრევიატურა MC-ვით გამოიქმნება, რომელიც არის მოცულობის განსაზღვრელი, ეს რკინადეფიციტური ანემიის დროს არის დაბალი. ხოლო როდესაც არის B12 დეფიციტური ანემია, ან არის ანემია ქრონიკული დაავადებების დროს და ასე შემდეგ, მაგალითად B12-ის დროს და ფოლიუმის დროს მაღალია ეს მაჩვენებელი. ხოლო როდესაც არის სისხლის დანაკარგით მიღებული ანემია ან ქრონიკული დაავადებების დროს,
მაგ შემთხვევაში არის MCV ნორმა. ასევე მნიშვნელოვანი და საგულისხმოდ ხშირად ეპარებათ ხოლმე ჩვენს კოლეგებს, მაგალითად თრომბოციტების რაოდენობა. ხშირად არის, როდესაც არის რკინის დეფიციტი, თრომბოციტები იმატებს რაოდენობაში. ამის ორი მიზეზი არსებობს და რატომღაც მსოფლიოს ვერ შეთანხმდა რატო ხდება ეს. პირველი არის ის, რომ რკინა პირდაპირ დაკავშირებულია თრომბოციტების რაოდენობის მატებასთან და თვითონ რკინა არეგულირებს თრომბოციტების სინთეზს და მეორეა, როდესაც უკვე ორგანიზმი რკინის დეფიციტს აღიქვავს როგორც სისხლდენას. შემსაბამისად, სისხლდენის დროს გვჭირდება სისხლის შედედება. ამიტომაც დიდი რაოდენობით წარმოიქმნება თრომბოციტები, რადგან ორგანიზმმა დააკომპენსიროს ეს ყოველივე. რა თქმა უნდა, ლეიკოციტებზეც ახდენს გავლენას, როდესაც ჩვენ გვაქვს B12 დეფიციტი და ფოლიუმის დეფიციტი, რადგან ეს ორი ვიტამინი დამოკიდებულია უჯრედის სინთეზისთვის და აქედან გამომდინარე მათი ნაკლებობაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ესე რომ ვთქვათ ლეიკოციტების რაოდენობას. თუმცა რკინის დეფიციტის დროს ამ დროს ლეიკოციტებს დიდად მნიშვნელობა არ ენიჭება. აი ხა გისმენდი ჩემო კარგო ქეთი და უცბად იმდენი საინტერესო თემა და კითხვა დაიბადა ჩემ თავში. გადაცემის დასაწყისში მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ მე ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვემზადები ჩემს რესპონდენტებს შესახვედრად, იმიტომ რომ ვიწრო სპეციალობების ძალიან დიდი და ცნობილი სპეციალისტები მიზიხართ ხოლმე და მინდა ხოლმე რომ მაქსიმალურად კითხვები იყოს კორექტული და თან მაყურებლისთვის გასაგები, მაგრამ შენთან სრულიად განსხვავებული უნიკალური შემთხვევაა ახლა. მე ძალიან დიდი სიამოვნებით გისმენდი თან ყველაზე ახალგაზრდა რესპონდენტი ხარ ჩვენს კლინიკაში, რაც მყოლია და პირველი კითხვა რაც დამებადა ეს იყო ოჯახის ექიმის როლი აი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ როგორც კი დაგვიწყე საუბარი, მე მივხვდი რომ პირველი რგოლი სამედიცინო ჯანდაცვის საქართველოში, რაც არის და ეს ბევრ ქვეყანაშია ესე, ოჯახის ექიმი იღებს პირველი აი ამ მიმართვის აი ამ პაციენტს და სავარაუდო დიაგნოზი გამოყავს მას და მე ამის ამართებს ჰემატოლოგთან, მაგრამ როგორც მე ჩვენი მიმოწერებში ნახე მაყურებლების და მსმენელების, ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ საკმაოდ ხშირად პაციენტი ოჯახის ექიმის დონეზევე ჩერდება. ოჯახის ექიმი აკეთებს ანალიზს სისხლის საერთოს, გამოაქვს იქ მნიშვნელობა, რომ ჰემოგლობინი არის დაბალი, სვამს იმ წუთშივე რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზს და ეს არ არის ერთეული შემთხვევა და იწყებს მართვას პაციენტის, თუმცა პაციენტი მერე გაუთავებლად უჩივის რაღაცას, იმიტომ რომ ან არ ხდება სასურველი მაჩვენებლის მიღწევა და ეს არის რაღაცა ეტყობა მენეჯმენტის შეცდომა ალბათ, იმიტომ რომ მე მგონია რომ უფრო ექიმებიც კი უფრო არასერიოზულად უყურებთ რკინადეფიციტურ ანემიას, ვიდრე რეალურად არის დიაგნოზი, ხო მართალია? იმიტომ რომ რკინადეფიციტური ანემიის უკან შეიძლება ბევრი რამ იმალებოდეს. აი როგორც ჰემატოლოგმა მინდა ექიმებისთვისაც თქვა, რატომ არის ესე მნიშვნელოვანი, რომ რკინადეფიციტური ანემია არ ნიშნავს მარტო რკინის გასწორებას, ხო მართალია? იქ შეიძლება ბევრი მიზეზი იყოს და იქნება გითხრა რომ აი ეს მიზეზები იმდენად ბევრი და იმდენად საშიში შეიძლება თქვენ სისხლდენები ახსენეთ, ხო მართალია? შეიძლება ქრონიკულად მიმდინარე რაღაცა სისხლდენა, თუნდაც ჩვენი გასტროენტეროლოგიური პროფილის პაციენტებში ძალიან ხშირად არის რკინადეფიციტური ანემია და მე მინდა რომ აი ზუსტად ახლა დღეს თქვენ გითხრათ ეს ცოტა არ იყოს სახიფათო და არც ისე მარტივი დიაგნოზი ექიმისთვისაც ძალიან საყურადღებოა. დიახ, ნამდვილად პირველადი ჯანდაცვის რგოლი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული რკინადეფიციტური ანემიის მართვაში და ზოგადად მაგალითად საზღვარგარეთის ქვეყნებში ესეთი პაციენტები საკმაოდ იშვიათად ხდებიან ჰემატოლოგთან და ძირითადი მკურნალობა მათი ხდება ოჯახის ექიმის ამბულატორიის, ასე ვთქვათ, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიმართულებით. თუმცა ჩვენთან რაც შეეხება ცოტა ეს სიტუაცია სავალალოა, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხშირად არის შემთხვევები, რომ არის დანიშნული კონკრეტული მედიკამენტი, აქ ასევე არ აქვს მნიშვნელობა მედიკამენტის დანიშვნას, უნდა იყოს მიზეზი ნაპოვნი. პირველადად, როდესაც რკინის დეფიციტი ჩნდება ესე მოწმენდილ ცალზე პირველივე ჯერზე და მალევე პაციენტს არ უვითარდება. პირველადი რკინის დეფიციტის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რაზეც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ეს არის, როდესაც არის ორგანიზმში აქტიური სისხლდენა და დანაკარგი და ამ დროს ვითარდება. მეორე, როდესაც თვითონ არ ხდება რკინის შეწოვა, პაციენტი კი იღებს მაგალითად ხორცის სახით და სხვადასხვა საკვების სახით რკინას, მაგრამ მისი შეწოვის პრობლემა არის. აქედან გამომდინარე, ან პირიქით
ყვებითი მდგომარეობით არის მით უმეტეს 21 საუკუნეში ვეგეტარიანელობა საკმაოდ ესე ვთქვათ ტრენდული გახდა და აქედან გამომდინარე ხშირად მოდის პაციენტი, რომელიც საერთოდ არ ღებულობს ხორცს და უკვირს რატომ აქვს ანემია. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა აუცილებელია რომ მკურნალობასთან ერთად დავიწყოთ დიაგნოსტიკური ტესტების გაკეთება. რა თქმა უნდა, მით უმეტეს თუ პაციენტი აქ მნიშვნელოვანია თვითონ რა ტიპის პაციენტი მოდის ჩვენთან. თუ პაციენტი არის, რა თქმა უნდა, ხანში შესული 60 წელსავით პაციენტი, აუცილებელია მას გეგმიურად რკინის დეფიციტთან მოგვარებასთან ერთად დაუწეროთ და გავაკეთოთ გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, რადგან ხშირ შემთხვევაში კორორექტარული სიმსივნეების დროს, თუნდაც კუჭის წყულის შემთხვევაში, ეს ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, ან თვითონ გასტროინტესტინალური სიმსივნეების დროს თანდართული ან პირველადი გამოვლინება შეიძლება მათი იყოს ანემია და სრულიად ბანალურ რკინის დეფიციტის უკან იმალებოდეს სერიოზული ონკოლოგიური პათოლოგია. ნუ ამით ახლა რა თქმა უნდა მაყურებელს არ შევაშინებ და ყველა ანემია არ ნიშნავს რა თქმა უნდა ონკოლოგიას, არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომელიმე ქრონიკულ დაავადებას, მაგრამ აუცილებელია თუ თქვენ ასაკით გეკუთვნით აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სკრინინგული ტესტები, რაც გულისხმობს კოლონოსკოპიას და გასტროსკოპიას ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა თუ ასაკშიც ჩდება პაციენტი. დიახ, ალბათ ჰემატოლოგიაში იშვიათად მოიძებნება და მედიცინის სხვა დარგშიც დაავადება, რომლისთვისაც ამდენად მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა ეტიოლოგიის, ხო მართალია? ფაქტიურად ჩვენ თუ უმკურნალეთ იმ დაავადებას, ანემია მერე გასწორდება უფრო ადვილად და შეიძლება პაციენტი ასე ვთქვათ კინედეფიციტური ანემიისგან სულად გამკურნოს. სწორედ მესმის? დიახ, რა თქმა უნდა, ეს სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ჩვენ რკინის დეფიციტის დროს თუ ესეთი სერიოზული პათოლოგია ხდება, ანუ მკურნალობთ რაღაც მეორად მიზეს და ძირითად დაავადებას არ ყოველთვის იჩენს თავს, ასევე რკინა კი თითქოს უწყინარი მედიკამენტია, მაგრამ გარკვეულწილად მისი ქრონიკული მიღება იწვევს გვერდით მოვლენებს, აქვს სერიოზული გვერდით მოვლენები, რომელიც რკინის დაგროვებით მიმდინარეობს და აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება, ნუ ადამიანები, რომლებიც არიან ექიმები, ხა ჩვენს გადაცემას უყურებენ, მარტო რკინის მაჩვენებლით რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზი არ ისმევა. ეს არის ცალსახა, რომელსაც აღიარებს სხვადასხვა გავლენიანი ჰემატოლოგიური ასოციაციები, აუცილებელია ჩვენ ვისაუბროთ და პაციენტს გავაკეთებინოთ რკინის სრული პანელი. ზოგადად რკინის მეტაბოლიზმი საკმაოდ საინტერესო და რთული მექანიზმი არის, რომელიც აუცილებელია რომ პირველად ჯანდაცვის რგოლმა ნამდვილად კარგად იცოდეს, რადგან მხოლოდ რკინის მაჩვენებელი ჩვენ და რკინის ნაკლებობა არ გონება რკინის დეფიციტზე, როგორც წეღან ვთქვით. არსებობს ასევე თავისუფალი სახის რკინა, არსებობს სამარაგო რკინა ფერიტინის სახით, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ შეიძლება გვქონდეს შემთხვევები პაციენტებთან, როდესაც ფერიტინი არის დაბალი და რკინა არის ნორმა, ან სიტყვაზე ფერიტინი არის მაღალი და რკინა არის დაბალი. ასეთ შემთხვევაში პაციენტს მხოლოდ ამ ორი კონკრეტული მაჩვენებლით არ უნდა უყუროთ. მნიშვნელოვანია ტრანსფერინის გაჯერება. ტრანსფერინი არის ინდექსი. ტრანსფერინი არის ცილა, რომელიც თავისუფალი სახის რკინას იმარაგებს. ერთგვარი ტრანსპორტია რკინის, ხო ესეთი ტრანსპორტერი არის. რომელსაც შეუძლია რომ შეიტანოს შემაერთებელ ქსოვილში, თუ ის შემაერთებელ ქსოვილში შევიდა და დამარაგდა, მას უკვე ფერიტინი ჰქვია და ასე შემდეგ. ამიტომ ამ სრული პანელის გაკეთება საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს სამივე პანელი სრულყოფილი ცოდნა ჩვენ გვეუბნება, რომ არის ღრმა დეფიციტი, არის ნამდვილად ჭეშმარიტი რკინის დეფიციტი, არის ქრონიკული დაავადებების დროს ანემია, არის გადანაწილებითი ეს თუ არის ხშირად არის ხოლმე რომ მით უმეტეს როდესაც ონკოპაციენტებს აქვთ ანემია და დგება რკინის დანიშვნის ესე რომ ვთქვათ ჩვენება, ამ ყველა პარამეტრის გათვალისწინებით ხდება და არა ის რომ სიტყვაზე მარტო რკინა არის განყენებულად დაბალი და ჰემოგლობინი. ამიტომ ყველას ვთხოვ, ვინც ამ გადაცემას უყურებს, რომ ამის შემდგომ აი ეს ანალიზებიც რაღაცნაირად ჩვევაში დავნერგოთ, რომ ვუკეთოთ პაციენტს. მე მგონი ასე გაღრმავებამდე როცა მიდის საქმე, ალბათ უმჯობესია უკვე ჰემატოლოგის კომპეტენციაში გადავიდეს პაციენტი, ალბათ, რა ვიცი, ხა, როდესაც რუტინულად სისხლის საერთო ანალიზში ხედავს ექიმი ცვლილებას და ხედავს რომ უკვე ჰემოგლობინი, ჩემი მიდგომა ყოველ შემთხვევაში ასეთია და ეხლა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თემაზე მინდა გადავიდეთ, ეს არის ორსულთა კატეგორია, მოწყვლადი ჯგუფი, თქვენ თავიდანვე ახსენეთ და საქართველოში რეალურად ეს პრობლემა ძალიან აქტუალური გახდა ორსულებში ანემიის მიმდინარეობა, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს ორსულობის მიმდინარეობაზე, დიდი ჯანმრთელობის გარდა და ასევე შემდგომ უკვე ბავშვის დაბადების შემთხვევაში, როდესაც დედას ესეთი რკინის დეფიციტი აქვს, ის ნუტრიციოლოგიურადაც ვთქვათ, არაჯანსაღ და არასაკმარისად, ასე ვთქვათ,
ნუტრიციოლოგიურად სულფასოვან რძეს იღებს ხო მართალი? აქედან გამომდინარე დედას კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაუღმავდეს და მოდი აი ამ ჯგუფშიც ვისაუბროთ ორსულებზეც, იმიტომ რომ რაღაცა ტენდენციაა თითქოს რომ ორსულებში ანემია მის მიღებულია, იმიტომ რომ ორსულია და ასე ვთქვათ, ეს არავითარ შემთხვევაში მისაღები არ არის და პირიქით. მე ვფიქრობ უფრო დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებით გინეკოლოგებს ეხებათ ეს, იმიტომ რომ ისინი ხედავენ ყველაზე მეტად ამ პათოლოგიას. რატომ არის ესეთი დიდი ერთ-ერთი ფაქტორი, როგორც მე, როგორც ნუტრიციოლოგმა ვნახე, არის რა თქმა უნდა ის, რომ ორსულებს არ უყვართ საკვების მიღება და ზოგიერთ მათგანს ეწყება პირველ ტრიმესში მაინც განსაკუთრებული ზიზღი ზოგიერთ საკვები პროდუქტების და უცბად რადიკალურად იცვლება მისი მენიუ. ეს არის სუფთა ნუტრიციოლოგიური მხარე, თუმცა აქ უფრო ღრმა რაღაცებიც არის ჰემატოლოგიური ცვლილებები. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ორსულებში ანემიის მართვა? ну პირველ რიგში როდესაც ხდება ორსულობის ესე ვთქვათ დაგეგმარება, ну არამატო რკინის ესე ვთქვათ მედიკამენტის მიღება. მით უმეტეს თუ პაციენტს ანუ გასათვალისწინებელია მისი ანამნეზური მონაცემები. თუ პაციენტი რა თქმა უნდა ორსულობის გარეშეც არის ანემიური და არის მიდრეკილი და ხშირად აქვს მორეციდივე რკინადეფიციტური ანემიები, რა თქმა უნდა ასე დროს ორსულობის დაგეგმასთან ერთად აუცილებლად უნდა დაიწყოს რკინის მედიკამენტის მიღება და რა თქმა უნდა თქვენ კარგად იცით ფოლიუმის მჟავის მიღება, რომელიც ნაყოფის შემთხვევაში ნევრულად ტუბის ჩამოყალიბებაში და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი ეკისრება და ესე ვთქვათ ნაყოფის განვითარებაში. ხშირ შემთხვევაში მართლაც ქართველი ქალების დაახლოებით 50%, რომელიც მომართავს ჰემატოლოგს, კვებით ურჩივის, რომ არ იკვებება სათანადოდ და აქედან მომდინარეობს რკინის დეფიციტი. პირველ რიგში არ უნდა შეგვეშინდეს, არც გინეკოლოგს არ უნდა შეეშინდეს და არც ჰემატოლოგს არ უნდა შეეშინდეს ასეთ დროს რკინის დანიშვნა. ოღონდ რა თქმა უნდა რჩევების დროს და სწორი ანალიზების გაკეთების შემდგომ, რაც წინა ესე ვთქვათ კითხვაში ვისაუბრე, აუცილებელია რომ როგორც ჩვეულებრივი პაციენტი ორსული ზუსტად იგივენაირად შემოწმდეს რკინის პანელზე, როგორც მაგალითად ორსული. და ნაყოფზე უფრო ცუდად მოქმედებს რკინის დეფიციტი, არა ვიდრე დეფიციტი, რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს, იმიტომ რომ დაწყებული ნადრევი მშობიარობიდან, ასევე კონკრეტული მონაწილეობს ასევე ნერვული დაბოლოებების წარმოქმნაში, სინთეზურად სხვადასხვა ორგანოს ჩამოყალიბებაში, ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან ერთად უსაფრთხო იყოს ვითომ დედის მდგომარეობა, მით უმეტეს ნებისმიერი მშობიარობა, რაც არ უნდა უსაფრთხო იყოს და არ იყოს სიტყვაზე წინასწარი ესე ვთქვათ რთული ორსულობა, მაინც სისხლის დანაკარგთან არის ასოცირებული და ასე შემდგომ. ამიტომ მაჩვენებლის მიხედვით პირველ რიგში ზოგადად გვეშინია ხოლმე და ჩემს კოლეგებს ეშინიათ რკინის მედიკამენტის გადასხმით დანიშვნა. ასეთ დროს პირიქით უკეთესია რომ გადაესხას რკინის მედიკამენტი ორსულს და რა თქმა უნდა ხშირად არის ხოლმე ასოცირებული რომ რკინის ინტრავენული გადასხმა არის დაკავშირებული ალერგიულ რეაქციებთან, ან ანაფილაქსიასთან ასე შემდეგ. ჩემი ასე ვთქვათ კლინიკური მოღვაწეობის პრაქტიკაში საკმაოდ ალბათ თითზე ჩამოსათვლელიც კი არ ყოფილა ესეთი შემთხვევები და მინდა რომ დაიმსხვრეს ამ გადაცემის მიმართ ის ამ მიერ რომ რკინის მედიკამენტი ესე ვთქვათ არის საშიში ეს გადასხმა ხო სტაციონარის პირობებში მიდის დილის სტაციონარის ამბულატორიაში შეგვიძლია გადავასხათ, არა აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. ეხლა იქიდან გამომდინარე რომ ხშირად ორსულს აქვს წოლითი რეჟიმი, პირველი სავალდებულოა რა თქმა უნდა გადაისხას ესე ვთქვათ კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობით და მეორე შეგვიძლია უკვე გადავასხათ ბინაზე ესე ვთქვათ კონკრეტული მედდის მეთვალყურეობის შემთხვევაში. ამიტომ ესე ვთქვათ რკინის გადასხმა ამპულიზირებულ ფორმაზე მითი რომ ყველა პაციენტს ემართება ანაფილაქსიური რეაქცია, ეს არ არის სწორი და მოკლედ როა შეიცვალოს. ნუ წარსულში სავარაუდოდ ის რკინის მედიკამენტები, რომლებიც იყო ბაზარზე, მაგ შემთხვევაში კონკრეტულად რთული ნაერთი იყო და შეიძლება რომ გამოიწვიეს ბიოლოგიური რეაქცია, თუმცა ახლა რკინა, რომელიც შეიცავს სულფურის ჯგუფს, შედარებით ნაკლებად არის ალერგიული. კი ბატონო. კეთი, როგორც ვიცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე თქვენ კინა ახსენეთ უშუალოდ რკინის როგორც იონის ორვალენტიანობას და სამვალენტიანობას და დღესდღეობით სამედიცინო პროფესიონალებიც კი კითხულობენ ამასო პრეპარატი რამდენ ვალენტიანია და როგორ არის. რას წარმოადგენს ეს ვალენტოვნება ზოგადად რკინის შემთხვევაში და რომელი შეწოვა უფრო
ადვილია აი ჰემური რკინა, რასაც ვეძახით, ხო მართალია? ზოგადად ბუნებაში რკინა არსებობს ორვალენტიანი, ეს არის ანუ ორი ფორმის ვალენტობით. ეს არის, როდესაც არის ორვალენტიანი და არის სამვალენტიანი. პირველად, რადგან ესე ვთქვათ, ყველაზე ცნობილი ორვალენტიანი რკინა არის, რომელიც თვითონ ჰემოგლობინში, ანუ ჰემოგლობინი არის ცილა, რომელიც შედგება ჰემისგან და გლობულინებისგან. იმისთვის, რომ სრულყოფილი ჰემოგლობინის ცილა მივიღოთ, საჭიროა, რომ თვითონ შიგნით იჯდეს რკინის მოლეკულა, რომელიც არის ორვალენტიანი. თუმცა და საკმაოდ უსაფრთხოა. თუმცა, როდესაც ეს რკინა რაღაც მიზეზის გამო ერითროციტი დაიშლება, ან უბრალოდ მისი ცხოვრების ხანგრძლივობა 120 დღეს, როდესაც გადააჭარბებს და იშლება ეს უჯრედი და გამოდის სისხლში, გარდა იქნება სამვალენტიან რკინად, რომელიც შედარებით მეტად საშიშია და აუცილებლად უნდა გარდაუქმნათ დაემაგროს კონკრეტულ ციალა ტრანსფერის და შემდგომ დამარაგდეს ფერიტინის სახით ან ახალ ერითროციტში ჩალაგდეს, ესე რომ ვთქვათ, რომ სრულყოფილი ჰემოგლობინი მივიღოთ. ამიტომ ეს სამვალენტიანი რკინა ხშირად საშიშიც არის, იმიტომ რომ წარმოქმნის გარკვეულ ნაერთებთან და იქნება ოქსიდაციური სტრესი, რომელიც ორგანიზმს გარკვეულ სტრესს აყენებს და გარკვეულ ზიანს, ესე რომ ვთქვათ, ენდოთელიუმის უჯრედს. აქედან გამომდინარე, ყველაზე უსაფრთხო და ჩვენთვის ყველაზე უწყინარი, ესე რომ ვთქვათ, ორვალენტიანი რკინა არის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ როდესაც არ აქვს მნიშვნელობა ჰემატოლოგი, იქნება ეს ოჯახის ექიმი, უბრალოდ გინეკოლოგი თუ სხვა თერაპევტი, აუცილებელია რომ ვიცოდეთ მედიკამენტი, რომელსაც ვნიშნავთ, რამდენ ვალენტიანია და მნიშვნელოვანია გაყენებლად ვიცოდეთ, ანუ როდესაც სუფთა რკინა, ესე რომ ვთქვათ, ამ პრეპარატებში არ არსებობს, არის დამაგრებული სულფურის ჯგუფზე, ეგრეთ წოდებულ მარილებზე, რომელიც ანუ თავის გრამაჟობას, რა თქმა უნდა, ისიც შეიცავს. ამიტომ მაგალითად, როდესაც კონკრეტულ შეფუთვას არ ვისაუბრებ რომელიმე კონკრეტულ ფირმაზე, როდესაც კონკრეტული სიტყვაზე შეიცავს 325 მილიგრამს, ეს არ არის სუფთა რკინა, უნდა ვიცოდეთ ამაზე და პაციენტის რა თქმა უნდა ინფორმირებული უნდა იყოს, რომ აქედან მხოლოდ 75 მილიგრამი არის ის რკინა, რომელიც შეიწოვება. ამის მიხედვით და იმის მიხედვით თუ რამდენია დეფიციტი და როგორი მწვავე დეფიციტია თუ არის საშუალო დეფიციტი, რა თქმა უნდა იმის მიხედვით უნდა შეერჩეს უკვე მედიკამენტი. ასევე ჩვენ ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა გაგვანებივრა საბედნიეროდ იმისთვის, რომ რკინის მედიკამენტი ცოტა მძიმე არის კუჭნეტყავის სისტემისთვის. შესაბამისად იწვევს ყაბზობას, შავი ფერის განავალს, შეიძლება პირიქით ფაღარათის გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, არსებობს ლიპოლიზირებული რკინები, რომელიც როდესაც ანუ ესეთი აუტანლობა ვითარდება, ასეთ შემთხვევაში უსაფრთხო არის შედარებით ესეთი პაციენტებისთვის. ასევე ბაზარზე არსებობს საკმაოდ, რადგან 21 საუკუნეა და ესე რომ ვთქვათ, მედიცინა ვითარდება, გამოჩნდა წვეთების სახითაც, რომელიც ალბათ ადრე ოცნება იყო, ვისაც ტაბლეტის გადაყლაპვა არ შეეძლო და უბრალოდ არსებობდა ინექციები კანქვეშა, რომელიც საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, მძიმე არის პაციენტისთვის, იმიტომ რომ თვითონ მედიკამენტიც მძიმეა, შემდგომ მისი ესე რომ ვთქვათ, ნანებსრის ადგილი ხშირად უმაგრდება. დღეს მთლიანად მსოფლიო ფაქტობრივად ჩანასვა ეს კანქვეშა ინექციები, გადასული ან ინტრავენულზე, ან ტაბლეტიზირებულ იწვევდა, როგორც მახსოვს, ჩაქცევებსაც იწვევდა, გამაგრებას, მე მტკივნეული ხშირად ყოფილა, რომ კარგად ვერ მოხდა მისე ქსოვილიდან გაწოვა და შემდგომ ქირურგის ჩარევას დასჭიროებია პაციენტს. კი ბატონო, მე მახსოვს ეს ეპოქა და ზედმეტი დისკომფორტი რო ავირიდოთ თავიდან, საკმაოდ მისაღებია. ძალიან საინტერესო თემაზე მესაუბრები. ეხლა ერთი რაღაცა მინდა კიდე კითხო, რამდენად მნიშვნელოვანია C ვიტამინის როლი კიდე? რამდენადაც ვიცი C ვიტამინი განსაზღვრელია, ხო მართალია? C ვიტამინის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ C ვიტამინი მონაწილეობს, ესე ვთქვათ, რკინის გაადვილებულ შეწოვაში და იმ ტრანსპორტერები, რომლებიც რკინის შეწოვაში ზოგი პრეპარატი შეიცავს, არა, როგორც ვიცი. რომელიც ესე ვთქვათ, იწოვს ეს ორგანიზმში და ეხმარება და ეს ტრანსპორტერებში C ვიტამინს აქტიურად მონაწილეობს და ახალი თაობის რკინის მედიკამენტები, რა თქმა უნდა, შეიცავს C ვიტამინსაც და ეს უფრო მეტად აძლიერებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის ხოლმე, რომ ხშირად არის ხოლმე ბავშვთა ასაკში ანემიები, მინდა რომ ამას გამოვეხმაურო, იმიტომ რომ რაღაც ამ ბოლო დროს მით უმეტეს უფრო ტრენდული გახდა ბავშვთა ასაკში ანემიები, როდესაც ხშირ შემთხვევაში ხოლმე ვითარდება ანემია არის რკინის დეფიციტი და ასეთ დროს მშობელი ან ძუძუს აწოვებს და შემდეგ ძუძუს მერე აყოლებს რკინის მედიკამენტს ეს პაციენტი ან თუნდაც პასტერიზირებულ ჩვეულებრივ რძეს
ასეთ შემთხვევაში უნდა დავისვათ ოქროს შუალედი, იმიტომ რომ კალციუმი და ზოგადად კალციუმის შემცველი პროდუქტები იქნება ეს თუ მედიკამენტები რკინის შეწოვას აინჰიბირებენ და ესე ვთქვათ ასუსტებენ. ამიტომ აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ ჩვენ და რკინის მედიკამენტთან დაახლოებით 1 საათიანი შუალედი, საათნახევრიანი შუალედი მაინც გავაკეთოთ კალციუმის მიღებასთან და რკინას შორის. და ასევე ტანინი და კოფეინის შემცველი, როგორც ვიცი, ყავა და ჩაის დაყოლება რკინის პრეპარატებთან სტანდარტულად არ არის მიზანშეწონილი. უფრო მეტად რა თქმა უნდა მიზანშეწონილია რომ რკინა მივიღოთ ცარიელ კუჭზე თუ რა თქმა უნდა არ გვაქვს ეს გასტროინტესტინალური ჩივილები რაც წეღან ჩამოვთვალეთ. თუმცა ეს კუჭის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღება თავისთავადაც ამცირებს მერე შეწოვას, ხო, აი ესე თქვა. დიახ, ანტაციდები იქნება ეს თუ ჟავიანობა როგორც კი იკლებს, ინჰიბიტორები ყველაფერი ესე ვთქვა. ბავშვების კონტინგენტი ახსენეთ და მე ხა როცა მზადებოდი ამ ჩვენი ჩაწერისთვის ნახე ძალიან საინტერესო ფრაზა ერთ-ერთი ჰემატოლოგის უცხოელი სამწუხაროდ გვარი არ გამახსენდა, არ მახსოვს ახლა, რომ როდესაც ჩვენ ნახულობთ ოჯახურ ფორმებს კინადეფიციტური ანემიის, ყოველთვის გენეტიკურ დამოუკიდრებაზე არ უნდა ვიფიქროთ, ხშირად ამის მიზეზი არის მზარეული ოჯახის, ანუ დედა, რომელიც თუნდაც თვითონაც იმიტომ აქვს, რომ ყვების აი თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, ვეგეტარიანიზმი ჩვენთანაც არსებობს მარხვის პერიოდი, როდესაც ხდება მიღება უხორცო საკვების, მაგრამ სამწუხაროდ სცენარიული საკვები ვერ აკომპენსირებს აი ამ დეფიციტს და ასეთ ადამიანებთან ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე, თუმეტეს თუ ბავშვები არიან. როგორ შეიძლება ბავშვებში ყურადღება მიიქციოს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ აი თუნდაც ის კლინიკური ნიშნები რაც არის და ესეც ჩამოთვალოთ, ბავშვებს კიდევ ერთი თავისებურება აქვთ, პედაგოგები ურჩივიან ხოლმე, რომ მოსწრება დაქვეითდა. ანუ კინო შეიძლება მოქმედებდეს თავის ტვინშიც აი ამ უნარებზე, ხო მართალია? დიახ, კონცენტრაციის უნარის დარღვევა თვითონ თუნდაც ის რომ სისუსტეს გრძნობს. აუცილებელი არ არის, ხო, უჰაერობა და ეს გამოხატული გადაადგილებაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, ეს უკვე არის ბოლო სტადია და აქამდე არ უნდა მივიყვანოთ ჩვენი ორგანიზმი და არ უნდა დავსტრესოთ ესე. მაგალითად, პირველი სიმპტომი შეიძლება ბავშვს სკოლის მასწავლებელმა მშობელს უთხრას, რომ გემო აქვს შეცვლილი და სიტყვაზე ცარცის ღეჭვა ან რაღაც უცნაური ნივთების გემო მოწონს ბავშვს. ასე დროსაც უკვე უნდა მივიტანოთ ეს კონცენტრაციის დაქვეითება, ასევე თუნდაც ძილიანობა, ის რომ რაღაცნაირად ისეთი მოტივირებული ვეღარ არის ბავშვი და ასე შემდგომ ეს სიმპტომები მიგვითითებს ერთ-ერთი ნიშანი არის. აი ესეთი პიკაშლობები ჩვენთან არსებობს, როდესაც ადამიანს უყვარს ის რაც არ არის საკვები პროდუქტი და ძალიან ხშირად ცარცის მჭამელი ბავშვები და დღესაც არსებობენ თურმე სამწუხაროდ ეს ჩემ დროს უფრო იყო, მე აღმოჩნდებიან ჰემატოლოგიური პაციენტები, იმიტომ რომ უცნაური ისა აქვთ და ასევე ერთი საინტერესო ფენომენი მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში როგორ ამოწმებდნენ ანემია ქონდა თუ არა, ესე თვალის კუთხით დაუწევდნენ და სკლერაზე უყურებდნენ. თუმცა რეალურად ფერი ეცვლება, ხო მართალია ლორწოვანი გარსიც უფრო ფერფთალი ხდება და სკლერებიც იცვლება. დიახ, შესაბამისად სისხლის ნაკლებობა, რადგან იმ ხელა გული ვეღარ გადაიტუმბავს დიდი რაოდენობით სისხლს, შესაბამისად მიწოდებაც დარღვეულია და ხშირად ხოლმე ჩვენთან მოსული პაციენტები, როდესაც არიან ისე უმადოდ, უღონოდ, არ შეუძლიათ გადაადგილება, დაბალი ცნობები აქვთ, მალევე ამაზე მინდა რომ დიდი ყურადღება გავამახვილოთ, რომ მალევე როდესაც დაიწყებენ თუნდაც რკინის ან ტაბლეტიზირებული მედიკამენტის, ან B12-ის გაკეთებას, ან ფოლიუმის მიღებას, ან თუნდაც გადასხმას 2 დღეში, 3 დღეში დგება კარგი შედეგი და ანებებენ ხოლმე თავს ალბათ ეს ადამიანის ბუნებიდან არის განპირობებული, რადგან გონიათ რომ კარგად გახდნენ, ამით დამთავრდა. თუმცა მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ როდესაც დადგება მით უმეტეს რკინადეფიციტური ანემიის, ესე ვთქვათ, დიაგნოზი და მდგომარეობა, ის არასდროს არ ჩანაცვლდება პროდუქტით, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით შეიცავდეს. ეს ერთ-ერთი გავრცელებული მითია. საჭმით არასდროს ამას აუცილებლად სჭირდება რკინის მედიკამენტის მიღება და მიწოდება ორგანიზმს. და მინდა რომ აქვე აღვნიშნო, რომ ადრე იყო ხოლმე ეს მიმართულება, როცა სტუდენტი ვიყავი, რომ სიტყვაზე რკინას მივცემდით 2 თვე და მე ეს პაციენტები თავისუფალი იყო. დღეს მსოფლიო შეცვალა ეს მიდგომა, შევიდა ცვლილებები რკინადეფიციტური ანემიის გაიდლაინში და დამკვიდრდა ისე, რომ პაციენტებს სჭირდებათ შემანარჩუნებელი რკინის მედიკამენტის მიღება დაახლოებით 3 თვე მაინც იმისთვის, რომ ორგანიზმი კარგად გაჯერდეს რკინით და ვეცადოთ, რომ ეს ანემიები მორეციდივე სახე არ ქონდეს და
მიფრთხილ და სამუდამოდ დაამთავრდეს. ასევე წეგან ვისაუბრეთ სისხლდენებზე და კიდევ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალგაზრდა ქალები, რომელსაც აქვთ ჭარბი მენსტრუალური ციკლი, მოწოდებულია პირდაპირ უკვე გაიდლაინებში, რომ ასეთ პაციენტებს სანამ დაეწყებათ მენსტრუალური ციკლი, მანამდე 1 კვირით ადრე და დასრულების შემდეგ 1 კვირის შემდეგ ამ კრიტიკულ პერიოდში აუცილებლად უნდა სვან რკინის მედიკამენტი. თქვენ ალბათ ეს მშობლებაც უნდა იცოდნენ, ვისაც იმ ასაკის გოგონები ყავთ, რომელსაც უკვე ეს ასაკი უდგებათ, გარდატეხის ასაკში არიან უკვე, იმიტომ რომ მიაქციო ყურადღება, რამდენად ჭარბია, შეიძლება ბავშვთან ანემია ზუსტად აი ამ მენსტრუალური სისხლდენის, ჭარბი სისხლდენის გამოც განვითარდეს. და ძალიან საინტერესო რაღაცა არის კიდე ის ფენომენი, რაც თქვენ ახსენეთ, რომ ანემიის მკურნალობა ბროწეულის წვენით არ იწყება, ხო მართალია ის მიუხედავად ხო და ღვიძლით კი ბატონო თან ღვიძლი უმი უნდა იყოს ეს კიდე საერთოდ პრობლემა. ახლა როდესაც მშობელი ამზადებს ღვიძლს იქ თერმული დამუშავება ხდება ხორცის, რომელშიც ფიბრინი არის ასე შემდეგ და იმან თუ დენატურაცია განიცადა, საერთოდ გამოდის რომ და ამიტომ უჩევენ ერთმანეთს რომ უნდა იყოს ცოტა ისეთი და ეს კიდე მეორე პრობლემაა. დედების ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, ჩემი სამედიცინოებიდან დამომდინარე ხშირად მისვამ კითხვებს ხოლმე და ვერავარიდე თავი რომ არ დამესვა ეს კითხვა. ძალიან ბევრი მშობელი აღნიშნავს რომ პარაზიტებით ინვაზიის ფონზე, უბრალოდ მათ შულს დაუფიქსირდა ანემია და მე როდესაც გაღრმავებული კვლევა ჩატარდა აღმოჩნდა რომ პარაზიტებით იყო, იქ სხვადასხვა პარაზიტებზე. რამდენად ხშირია მე როგორც ვნახე, პარაზიტებით ინვაზია ძალიან გავრცელებული ყოფილა. მართალი გითხრათ, მეგონა რომ მაინც ცივილიზაციასთან ასოცირებული დაავადება იყო და ჰიგიენის წესები რადგან მაღალ დონეზე გადადიოდა, მაგრამ დღეს კაცობრიობამ დაიწყო მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ეგზოტიკურ კურორტებზე და ასე შემდეგ. ამიტომაც თან მოსახლეობა ძალიან კომპაქტურია, პარაზიტებით ინვაზია როგორც პარაზიტოლოგები ამბობენ ძალიან მომატებულია და შესაძლებელია თუ არა პარაზიტებმა გამოიწვიონ ანემია. რა თქმა უნდა შეიძლება გამოიწვიოს, არსებობს კონკრეტული პათოგენები პარაზიტების მიმართ, ესე ვთქვათ, რომლებიც მიზანმიმართულად იწვევენ, მაგალითად ფოლიუმის დეფიციტს, ეს არის დიფიდოლაქტუმი, ესე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული, რომელიც მიზანმიმართულად, ესე ვთქვათ, უხეშად და მაყურებისთვის გასაგებად, რა ვთქვათ, ჭამს, ესე ვთქვათ, B12-ს. ასევე არის სხვადასხვა პარაზიტები, რომლებიც რა თქმა უნდა იწვევენ, ისინი ხო, ორგანიზმი, ესე ვთქვათ, იკვებება ამ მინერალებით და ასეთ დროს საკმაოდ ხშირი არის. მით უმეტეს ხშირად არის ხოლმე, რომ ესეთი ბავშვებში ზოგადად ცოტა რთულია შეიძლება მშობელმა მაქსიმალურად აკონტროლოს მისი ჰიგიენა, მაგრამ იქ ეზოში ჩადის, ბაღში არის. კი ბატონო, აბსოლუტურად საკმაოდ ხშირი არის ესეთი. საუბედუროთ ჩვენც არა ვართ დასული ადამიანები, შეიძლება ძალიან ჰიგიენურად და სწორ გარემოში იხვეწებ, მაგრამ აქ ასევე ფაქტორისაც ენჭება მნიშვნელობა ის, რომ ხშირად ასეთ პაციენტებს ველნებით, რომ ოჯახში ცხოველი ხომ არ ყავთ, იმიტომ თუ ცხოველი, შინაური ცხოველი არ არის სწორად ვაქცინირებული, არ აქვს პანდემიის მერე 60%-ითაა გაზრდილი, იმიტომ რომ ხახმა ნახა მარტოობა რა რთული იყო ცხოველები და პრაქტიკულად არ ვიცი. ის შინაური ცხოველი, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს, აუცილებელია, რომ მასთანაც დავიცვათ ეს ნორმები და კი ბატონო, სხვათა შორის შინაური ცხოველები ვახსენეთ და შინაურ ცხოველებსაც ქონიათ რკინა დეფიციტური ანემია, მათ შემეც აღზე ვამბობ ახლა ამ შემთხვევაში, ასე რომ ისიც უძმწოვარია და ეტყობა ანემია მათთვისაც არ არის უცხო, ასე ვთქვათ რა. თქვენ ახლა კეთი ახსენეთ ფოლიუმის დეფიციტი ჩვენთან პროგრამა მოქმედებს, როგორც ვიცი, ორსულებისთვის დამატება სპეციალურად, მაგრამ არსებობს კიდე რამდენიმე ასე ვთქვათ, მავნეჩვევის მქონე ადამიანები, მათ შორის ალკოჰოლის ნარკომანია, რომლებშიც ძალიან ხშირად არის ხოლმე აი თუნდაც B12-ის დეფიციტი, თუნდაც ანემიის სხვადასხვა სახე და ეს დაკავშირებული არის ალბათ მათ ცხოვრების წესთანაც, ალკოჰოლის ჭარბმოხმარებასთან ნაკლებად, მაგრამ კვების მენიუც ალბათ არასრულფასოვანია მათთან, ხო მართალია, იმიტომ რომ მავნეჩვევა განაპირობებს რაღაცა ერთ კონკრეტულ საკვებზე, ამ შემთხვევაში ალკოჰოლთან მიჯაჭვულობას და ასეთი კონტინგენტი ძალიან ხშირად არის სხვადასხვა დეფიციტით, მათ შორის მე იქ რომ ნახე თავიდან ვიცოდით, რომ ნუტრიციოლოგიურად B12-ის დეფიციტია ძირითადად. მე აღმოაჩინეთ, რომ ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე ადამიანებს იმდენი სხვა რამის დეფიციტი აქვს, მათ შორის მიკროელემენტები და ერთ-ერთი ნახე, რომ იყო რკინა დეფიციტური ანემიაც და ეს მოწვადი ჯგუფიც ასე ვთქვათ საკმაოდ სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, როგორც ნახე ამ მიმართულებით. გარდა იმისა, რომ დავუშვათ მავნეჩვევას რომ დაანებოს, შესაძლებელია მერე კორექცია იყოს საჭირო. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რა, როგორ ვთქვათ, ესე უფრო სწორედ ძალიან საჭიროებო თემა, ეს არის გენეტიკური მიდრეკილება დაავადებებისადმი. რა არის რკინა დეფიციტურ ანემიებთან
მიმართებაში გენეტიკა რამდენად მნიშვნელოვანია და არსებობს თუ არა რაღაცა მიდრეკილება ერთგვარი, იმიტომ რომ მე მომისმენია, რომ აი ესეთი ფერფთალია დედამისიც ესეთი იყო დაუშვათ. პირველ რიგში განწყობა არსებობს თუ არა გენეტიკური ესეთი. წინასწარი განწყობილება ეს რკინის დეფიციტის დროს თუ არ არის რაღაც კონკრეტული ესე ვთქვათ გენეტიკური დაავადება არსებობს, მაგრამ საკმაოდ გავს სისხლის საერთო ანალიზის სურათი ერთ-ერთ ჰემატოლოგიურ დაავადებას, როგორც არის თალასემია. შენ შემთხვევაში, ამიტომ, როდესაც პირველადაც პაციენტებს უჭირებთ ხოლმე სისხლის საერთო ანალიზი და დღეს უკვე საკმაოდ გავრცელებულია ხელოვნური ინტელექტს ჩაუგდო ეს ანალიზი და ამოგიგდოს ესე ვთქვათ რამდენიმე დიაგნოზი, აქ პირველი ყოველთვის ჭარბობს ხოლმე თალასემია და ხშირ შემთხვევაში ესეთი პაციენტები მოდიან დაფეთებულები, რომ ხომ არ აქვთ თალასემია და ხوار გაიკეთონ ჰემოგლობინის ელექტროფორეზი და ასე შემდეგ. ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ დროს აუცილებლად, რადგან არის პირველ რიგში მიკროციტული ანემია, ხდება რეშიოს, ესე ვთქვათ, სისხლის საერთო ანალიზის პარამეტრების მიხედვით გამოთვლა ინდექსის, თუ ეს ინდექსი არის სიტყვაზე კონკრეტულ ციფრზე 1-ზე დაბალი, მაშინ შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი თალასემიაზე, მაგრამ თუ ეს რიცხვი არის 1 ან მეტი, ამ შემთხვევაში უკვე აღარ ვანიჭებთ უპირატესობას და ვიწყებთ ამ პოლივიტამინების დეფიციტის, ესე ვთქვათ, კვლევას და უკვე მიზანმიმართულ მკურნალობას. რა თქმა უნდა, თალასემიაც ახლა არ მინდა რომ ესე ხალხი შეშინდეს ამ ტერმინით, არსებობს რამდენიმე სახის, არის ძირითადი და მცირე, რომის მიხედვით კიდე ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფებშიც გვხვდება, ხო? ეთნიკურ ჯგუფებში, როგორც არის კავკასიური რასა, მაგალითად, ასევე აზერბაიჯანის და მუსულმანი მოსახლეობა, რადგან იქ ქორწინებასთან დაკავშირებული ახლონათესაური ქორწინებები, სადაც არსებობს ესეთ რასაში ყველაზე ხშირია ხოლმე, რადგან გენეტიკურად ეს ასე ვთქვათ მუტაციები ხდება. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს დაავადება არის ხოლმე მცირე თალასემიას, რასაც ეძახიან ჰემოგლობინის, ესე ვთქვათ, ჯაჭვის მცირე დარღვევით მიმდინარეობა. ამიტომ პაციენტი შეიძლება მთელი ცხოვრება ცხოვრობდეს დაბალი ჰემოგლობინით, ამაზე იყოს ადაპტირებული და არ ქონდეს რაიმე კლინიკური გამოვლინება. კლინიკური გამოვლინება გულისხმობს იმას, რომ იყოს ჰიპერსპლენიზმი, მუდმივად სჭირდებოდეს სისხლის ტრანსფუზიები, რა თქმა უნდა, ტრანსფუზია შემდგომ დაკავშირებულია ამ კონკრეტული, ასე ვთქვათ, რკინის ჩალაგებასთან და ჰემოქრომატოზთან და ღვიძლის დაზიანებასთან და ასე შემდეგ. ამიტომ პირველადად არ უნდა მივიტანოთ ეჭვი თალასემიაზე. ჯერ უნდა გამოვიწყოთ მარტივი პათოლოგიები და შემდგომ უკვე ვისაუბროთ ამ ცოტა დიდ დაავადების ჯგუფთან. კი ბატონო, არსებობს დაავადებები, რომლებსაც რკინადეფიციტური ანემიები ხშირი, აი ჩვენ ახლა მაგალითად პარაზიტებზე ვისაუბრეთ და მათი ინვაზია და ხშირად ახლავს გასტროენტეროლოგიური დაავადებები ვახსენეთ, რომლებსაც ასევე შეიძლება ქონდეს გინეკოლოგიური, აი ჭარბი დისმენორია დაუშვათ, ჭარბად მიმდინარე მენსტრუალური ციკლი. არსებობს კიდე სხვა რაღაცა დაუშვათ დაავადებები, რომლებსაც შეიძლება განაპირობოს აი მაგალითად ჰეპატოლოგიური პაციენტებში არის ესეთი ხშირად არის ხოლმე მაგალითად ღვიძლის პათოლოგიების დროს დაუშვათ. ხო, ღვიძლის პათოლოგიების დროს ასე დროს, როდესაც ვითარდება ჰიპერსპლენიზმი, მაგალითად არის საყლაპავის, ესე ვთქვათ, ვარიცები ან თუნდაც უკანატანის, ასე დროს საკმაოდ ხშირია რომ ჩამოყალიბდეს ჰემოროიდული დაავადება ძალიან ხშირად არის. უმეტეს ახლა 21 საუკუნეში ყველა მჯდომარე ხასიათის სამსახურს ეწევა და ეს საკმაოდ დიდ რისკს და უზდის პაციენტს. აი ალკოჰოლიზმის დროს როცა ღვიძლი ძალიან კომპრომეტირებულია და ვითარდება იქ იგივე ნახეთქების სიტყვაზე სისხლდე, ხო, იქაც შესაძლებელია. ანუ თქვენ ისეთი საინტერესო რაღაცა ახსენეთ ახლა რომ ის რომ ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე მეორენაირად შეიძლება სხვა დაავადებებმა ანემია გამოიწვიოს. ძალიან ზოგადად სისხლის უჯრედები საკმაოდ მგრძნობიარე უჯრედები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ორგანიზმში სტრესი აისახება სისხლის საერთო ანალიზზე. აქედან გამომდინარე შეიძლება მაგალითად პაციენტები, რომლებიც არიან თირკმლის ჩანსვებით თერაპიაზე და იკეთებენ დიალიზებს. ასეთ პაციენტებს საკმაოდ ხშირად უვითარდებათ რკინის დეფიციტი და უვითარდება ასევე ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, იმიტომ რომ სითხე, რომელსაც თვითონ ეს დიალიზის აპარატის და ეს შეიცავს, რკინის გამოდევნას უზრუნველყოფს და ასევე ფოლიუმის გამოდევნას და ამიტომ ხშირად არის ხოლმე რომ პაციენტები, რომლებიც მოდიან ვარქვათ მდგომარეობას და გამოდის ICD კოდი, ანემია ქრონიკული დაავადებების დროს. ამიტომ ის არის პრობლემა, ასე ვთქვათ. იმდენად დიდი არის ამ ანემიების ჩაშლა, როგორც თავში აღნიშნე გადაცემის, მსოფლიოს კი ცოტა დაიბნა, რომ
რაღაც კონკრეტული ერთი კლასიფიკაცია შეექმნა, როგორც ეს სიტყვაზე მწვავე ლეიკემიების შემთხვევაში არის და გამოექვეყნებიან, იმიტომ რომ ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაცია ცოტა სხვა კლასიფიკაციას ირჩევს, ამერიკის ჰემატოლოგთა ასოციაცია სხვა კლასიფიკაციას ირჩევს და ამიტომ როდესაც რაღაც სტუდენტებთან ვიწყებთ ხოლმე ამის განხილვას, თვითონაც იგნევიან ხოლმე რომ ერთ პატარა თითქოს ნოზოლოგიას ამდენი დაყოფა რატო სჭირდება. ამიტომ საკმაოდ ისეთი მრავლის მომცველი თემა არის. ძალიან დიდი ოჯახია, ასე ვთქვათ, დაავადებების და ერთი საინტერესო ფაქტს დავაკვირდი ახლა, რომ თვითონ სიტყვა ანემია ნიშნავს ან სისხლის არარსებობას და ქართველებს ძალიან საინტერესო სახელი ჰქონდათ, სისხლნაკლებობას ეძახდნენ ისტორიულად. ალბათ ხდებოდა ქართველი, რომ რაღაცა სისხლის დანაკარგთან იყო დაკავშირებული, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, თუ იმ პერიოდის მედიცინა სისხლის გამოშვებით კურნალობდა დაავადებებს, ხო მართალია? ეს კიდე თავისთავად შესაძლებელია ამის მიზეზი ხდებოდეს. მავნე ეკოლოგია, ვიცი რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ასევე აი ის თუნდაც სხვადასხვა ქიმიკატები, ქიმიური საშუალებები, რაც გარემოში, ატმოსფეროში, სხვადასხვა რადიაციული გამოსხივება, ასე შემდეგ, ზოგადად ჰემატოლოგიური დაავადებები თქვენ ძალიან საინტერესო. მე მგონი მედიცინაში არც არის ისეთი დარგი, როგორიც ონკოლოგია და ჰემატოლოგია, რომელიც ესე სწრაფად რეაგირებს მავნე გარემოზე. აი უშუალოდ ამური დიდი ოჯახის თუ ამური დარგის მედიცინის პირდაპირ ირეკლავს თუ გარემოში ხდება რამე მავნე ეკოლოგიური ცვლილებები, ან ესეთი გამოსხივება, რადიაცია, რა ვიცი, ქიმიური რაღაცა გაჟონვა, ჰემატოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტების რიცხვი მომენტალურად იწყებს მატებას. შესაბამისად, თქვენ ისეთ საინტერესო ფრაზა თქვით, სისხლი ალბათ არის პირველი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ხომგზნობიარე და საბოლოოდ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიული ტესტი არის სისხლის საერთო ანალიზი, რაც კი ალბათ კაცობრიობა შეუძლია, იმიტომ რომ აი მხოლოდ ამ კონკრეტული ესე ვთქვათ ჰემოგლობინის მაჩვენებელი და წითელი შტო, არამედ მისი დანარჩენი შტოც საკმაოდ ისეთი ინფორმატიულია და გარკვეულ პათოლოგიებზე პირდაპირ მიგვითითებს. კი ბატონო, ქართველებს ჰქონდათ ძალიან კარგი ფრაზები, აი სისხლი ახლა ნახეთ, სისხლით ნათესავი იყო. სხვა ორგანო და რამეთი კი არ იყო ნათესავი, კანით რაღაცა სხვა, სისხლით ნათესავი ხო არ არსებობდა იმ პერიოდში სისხლის ჯგუფობრიობა და არაფერი, მაგრამ იცოდნენ რომ ყველაზე ახლობელი ადამიანი სისხლით ნათესავი იყო მასთან და ეს ძალიან საინტერესო თემებია. ანუ მე ვფიქრობ, რომ კაცობრიობა ძალიან დიდი ხნით ადრე, სანამ ჰემატოლოგია კლასიკური სახით ჩამოყალიბდებოდა, ხდებოდა ამ დაავადებებს და ალბათ ერთ-ერთი უძველესი დაავადება არ კინოდეფიციტური ანემიაც, ალბათ. იმიტომ რომ აი ეს მე რომ ვნახეთ ცნობილი ძალიან საინტერესო ინფორმაციები არსებობს, მით უმეტეს ინტერნეტი ვისაც უყვარს, შეუძლია მოიძილოს უამრავი სამედიცინო საიტი, სადაც გეუბნებიან, რომ აი ეს ძველი ნახატები, ძველი მხატვრების შემოქმედება, რაღაცა ხელოსი ნაწერები მიგვითითებს იმაზე, რომ აი ეს დაავადებები ისტორიულად არსებობდა, მკვლევარები არსებობენ მედიცინის ისტორიის, რომლებიც ამბობენ და უამრავი ფერწერული ტილოა, სადაც დღევანდელი ექიმები ამბობენ, რომ შესაძლოა ამ ადამიანს ჰქონდეს აი ესა და ეს დაავადება. და ერთ-ერთი არის კინოდეფიციტური ანემია, რომელიც ძალიან ხშირად შეიძლება ყოფილიყო. ეს ჰემატოლოგიის დაავადება მით უმეტეს ისეთია, რომ ნამდვილად სისხლის ნათესაობებზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად მკურნალობას ამისი, რა თქმა უნდა, ონკოჰემატოლოგიის ვეხები უკვე დღევანდელ დღეს დონორი და ესე ვთქვათ ტრანსპლანტაციის თემა აქტუალურია და ბატონო და თან ის პერიოდი, როდესაც ძირითადად ფერწერული ტილოები სამეფო და მდიდარი ოჯახის წევრებზეა გაკეთებული, როდესაც იმათთან ახლონათესაური ქორწინება ძალიან ხშირად ხდებოდა სამეფო ტახტის შენარჩუნების და შესაბამისად დაავადებების რაოდენობაც ძალიან მაღალი იყო სხვადასხვა. კეთი, ძალიან საინტერესო იყო, ეხლა ერთადერთი მინდა გადაცემის დასასრულისკენ პატარა რეზიუმესავით გავუკეთოთ ჩვენ მაყურებელს. პირველი რაც მინდა ამ გადაცემიდან მესიჯად დარჩეთ, როდესაც ანემია ფიქსირდება, რა თქმა უნდა, იქ ჭამის კორექციით კურნალობა არ იწყება. და ამას მე კი არა, ქალბატონი ჰემატოლოგი გვეუბნება, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცა არ ხდება. თუმცა შემდგომში უკვე, როდესაც ანემია, ასე ვთქვათ, მოწესრიგებული იქნება რკინის მაჩვენებელი და რაღაცა მაინც აძლევთ კვებით რეკომენდაციებს, ხომ? რა თქმა უნდა. ასე დროს კვებით რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ეძრავა პაციენტს, უბრალოდ ეს არის დამხმარე თერაპია და ჩვენ არ ვართ ცხოვრების წესის შეცვლას გულისხმობს უფრო არა მოტივირებული იმაზე, რომ მაინდა-მაინც კვებით გამოასწოროს ეს სისხლის საერთო ანალიზი ან კონკრეტულად რკინის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ორივე ერთად და გარემო ფაქტორები და ჯანსაღი ცხოვრების წესი ამას ერთდროულად უნდა აგვარებდეს და უნდა 21 საუკუნის მედიცინაში და მხოლოდ მედიკამენტი, წამალი და ექიმი არაფერს
საშუალება თუ ის ძირითადი პრობლემა არ მოგვარდა, რამაც აქამდე მიგვიყვანა. კი ბატონო, ძალიან კარგი ფრაზით მინდა დავამთავრო ეს გადაცემა. უღმესი მადლობა კეთი. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო იყო ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვის. მოგვწერეთ კითხვები, ქალბატონი კეთი გვიპასუხებს ჩვენ შემდგომ გადაცემებში. მადლობა მინდა მოგახსენოთ. შეგახსენებთ, რომ ჩემი დღევანდელი სტუმარი იყო ქეთევან გადაბაძე, ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ონკოჰემატოლოგი და ტრანსფუზიოლოგი. მადლობა.